დღევანდელ მიმოხილვაში ჩაუღრმავდებით ერთ ძალიან დიდ ფუნდამენტურ ცვლილებას, რომელიც სწორედ ახლა ხდება ინტერნეტში. ამ ყველაფრის ცენტრშია ახალი კონცეფცია Gold ID. მოდით, დავიწყოთ და გავერკვეთ, რა ხდება. მოდით დავიწყოთ ერთი საკმაოდ თამამი განცხადებით. ინტერნეტის ის ერა, რომელსაც 10 წლეულების განმავლობაში ვიცნობდით, ფაქტობრივად დასასრულს უახლოვდება. ვიცი, შეიძლება ცოტა შოკის მომგვრულად ჟღერდეს, მაგრამ დიდი ტექნოლოგიური ცვლილებები იცით, სწორედ ასე ხდება ხოლმე. და აი ეს არის უკვე მთავარი კითხვა რა. თუ ერთი ეპოქა მთავრდება, რა მოდის მის ნაცვლად? სწორედ ამაზე ვისაუბრებ დღეს და შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ იქნება ჩვენი ციფრული სამყაროს შემდეგი ეტაპი. დიახ, თქვენ ყველაფერი სწორად გაიგეთ. ჩვენ შევდივართ სრულიად ახალ ფაზაში, რომელსაც პირობითად That Gold ეპოქას უწოდებთ და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაც ახალი დომენი. არა, ეს არის სრულიად ახალი ფილოსოფია, თუ როგორ ვურთიერთობთ ციფრულ სამყაროსთან. სანამ მომავალზე დავიწყებთ საუბარს, მოდით ერთი წამით უკან დავიხიოთ და გავიგოთ, რატომ არის ეს ცვლილება საერთოდ საჭირო. სიმართლე გითხრათ, ჩვენ ყველას გამოგვიცდია არსებული ინტერნეტის პრობლემები, ხო ასეა, დაწყებული უსაფრთხოებიდან დამთავრებული საკუთრების ბუნდოვანი საკითხებით. აი დავიწყოთ კლასიკური პრობლემით. შეხედეთ მარცხნივ, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს უნახავს ეს. კრიპტოვალუტის საფულის ტიპური მისამართი, 42 გაუგებარი სიმბოლოსგან შემდგარი კოშმარი. ამის დამახსოვრება ხომ წარმოუდგენელია და ყოველ ჯერზე გიწევს ის პარანოიდული კოპირება ჩასმა. ახლა კი შეხედეთ მარჯვნივ, Nova Gold. ბევრად მარტივია, არა? აი სწორედ ეს არის ცვლილება, სირტულეს ცვლით სიმარტივით. შემდეგი საკითხი, უსაფრთხოება. ალბათ ყველას გვსმენია საშიში ისტორიები ფიშინგზე, სკამზე და სხვადასხვა თაღლითურ სქემებზე. Gold ID ამ პრობლემასაც პირდაპირ უმკლავდება. წარმოიდგინეთ, ის მოქმედებს როგორც ერთგვარი ციფრული სეიფი. სანამ ტრანზაქციას დაადასტურებთ, სისტემა გაჩვენებთ რეალურად ვის უგზავნით თანხას, რაც თაღლითობის რისკს თითქმის ნულამდე ამცირებს. და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საკუთრების საკითხი. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რომ თქვენი სოციალური ქსელის პროფილების სინამდვილეში თქვენ არ გეკუთვნით. თქვენ მათ ფაქტობრივად ქირავთ დიდი კორპორაციებისგან. Gold ID ამას რადიკალურად ცვლის, ის არის NFT აქტივი, ანუ თქვენი ციფრული საკუთრების მოწმობა blockchain-ზე, რომელსაც ნამდვილად თქვენ ფლობთ და ვერავინ ვერასდროს წაგართმევთ. კარგი, პრობლემები ვნახეთ, გასაგებია. ახლა კი გადავიდეთ კარგ ნაწილზე, გადაწყვეტაზე. Gold ID არის ძალიან ელეგანტური და ამავდროულად მძლავრი პასუხი ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც ახლახან ჩამოვთვალეთ. მოკლედ, ეს არის ახალი იდენტობა ახალი ინტერნეტისთვის. მაშ კონკრეტულად რა არის ეს Gold ID? საუკეთესო გზა გასაგებად არის წარმოიდგინოთ სამი რამ ერთში. ეს არის თქვენი უნივერსალური პასპორტი ახალ ვებში შესასვლელად, თქვენი გლობალური საბანკო ანგარიში და თქვენი პირადი ციფრული უძრავი ქონება. სამივეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ერთ მარტივ სახელშია თავმოყრილი. მოდით ეს სამი ფუნქცია ცოტა უფრო დეტალურად განვიხილოთ. პირველი, უნივერსალური პასპორტი. აბა წარმოიდგინეთ, რომ აღარ გჭირდებათ ათობით სხვადასხვა პაროლის დამახსოვრება. ერთი სახელით შედიხართ ყველგან. მეორე, გლობალური საბანკო ანგარიში. ფულის გაგზავნა ისეთივე მარტივი ხდება, როგორც მეგობრისთვის მესიჯის მიწერა. და მესამე, ციფრული დომენი, რომელიც გაძლევთ საშუალებას მყისიერად შექმნათ თქვენი საკუთარი სივრცე ინტერნეტში. აი, ძალიან კარგი ანალოგია ამის გასაგებად. დაფიქრდით, როგორ იყენებთ Gmail-ის ანგარიშს Google-ის ყველა პროდუქტში შესასვლელად, ხო? ხო და Gold ID-ს ზუსტად იგივე როლი აქვს, მაგრამ არა ერთი კომპანიისთვის, არამედ მთელი ახალი დეცენტრალიზებული ინტერნეტ სამყაროსთვის. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. კარგი გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად თქვენ რას მიიღებთ აქედან? მოდით ჩაუღმავდეთ იმ 9 მთავარ უპირატესობას, რომელიც Gold ID-ს ფლობას მოაქვს და რომელიც ვფიქრობ თქვენს ციფრულ ცხოვრებას სრულიად შეცვლის. პირველი და ალბათ უმთავრესი სარგებელი არის ნამდვილი საკუთრება. როგორც უკვე ვთქვით, ეს არ არის უბრალოდ სახელი, ეს არის NFT აქტივი, რომლის გაყიდვაც შეგიძლიათ გაჩუქებაც და ასე შემდეგ. თან დააკვირდით თქვენი Gold ID ერთდროულად თქვენი საფულის მისამართიცაა და თქვენი პირადი ვებსაიტის მისამართიც. რაც ყველაზე საინტერესოა, პრემიუმ სახელებით ციფრულ უძრავ ქონებასავითა, რომლის ღირებულებაც დროთა განმავლობაში შეიძლება სერიოზულად გაიზარდოს. ეს ციტატა ვფიქრობ, იდეალურად ხსნის საინვესტიციო პოტენციალს. ყველამ ვიცით, რაოდენ ღირებული გახდა ადრე დარეგისტრირებული .com დომენები. Gold ID ფაქტობრივად მსგავს შესაძლებლობას გვაძლევს დღევანდელ ციფრულ ეპოქაში. შემდეგი დიდი სარგებელი ფინანსებს ეხება. ფულის გაგზავნა საოცრად მარტივდება. ამას ემატება უსაფრთხოების ფარი, მაგრამ რაც მართლა რევოლუციურია, არის დეცენტრალიზებული საკრედიტო ისტორიის შექმნის შესაძლებლობა. ანუ თქვენი ფინანსური რეპუტაცია blockchain-ზე იწერება და არა რომელიმე ბანკის ბაზაში, რაც მომავალში სესხებზე ცდომას გაგიმარტივებთ, თანაც ბანკების გვერდის სავლით.
და საქმე მხოლოდ ხარჯების დაზოგვას არ ეხება, საუბარია ფულის გამომუშავებაზეც. Gold-ID გაძლევთ პასიური შემოსავლის გენერირების საშუალებას. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 20%-იანი საკომისიო ყოველი მოწვეული მომხმარებლისგან, პლუს დამატებითი ბონუსები. ეს ყველაფერი კი პირდაპირ თქვენ საფულეზე დაგერიცხებათ. და ბოლოს Gold-ID თქვენი გასაღებია მომავლისკენ. ის გიხსნით კარს Web3-ის სამყაროში, თამაშებში, აპლიკაციებში. .gold სახელის ფლობა დღეს თქვენს პროგრესულობაზე მიუთითებს. ერთგვარი სტატუსია და რაც მთავარია, ის გაძლევთ იმას, რასაც ციფრულ სუვერენიტეტს უწოდებენ. ნამდვილ დამოუკიდებლობას, როცა თქვენი იდენტობა არ არის მიბმული არც ერთ კორპორაციაზე ან მთავრობაზე. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენ შეიძლება მართლაც ისტორიული შესაძლებლობის მომსწრენი ვიყოთ. ხომ გაგიგიათ, ისტორია არ მეორდება, მაგრამ ხშირად მსგავს სცენარებს გვთავაზობსო. ხო და ძალიან ხგავს იმას, რომ ჩვენ ახალი ციფრული ოქროს ციებცხლების დასაწყისს ვუყურებთ. ალბათ ბევრს უფიქრიან, ნეტავ 90-იანებში კარგი .com დომენი დამერეგისტრირებინა, ან 2010-იანებში ბიტკოინი მეყიდა. ეს სლაიდი ფაქტობრივად გვეუბნება, რომ Web Gold-ის რევოლუცია სწორედ ასეთი მესამე დიდი შანსია ისტორიაში. ეს ძალიან მძლავრი განაცხადია. დაფიქრდით, 1000 წლეულების განმავლობაში ოქრო იყო ღირებულების საზომი, ფული. დღეს კი ამ ახალ ხედვაში ოქრო თქვენს ციფრულ იდენტობასთან ერთიანდება და ქმნის სრულიად ახალ აქტივს, რომელიც აერთიანებს ღირებულებასაც და პიროვნებასაც. და ბოლოს ეს ანალიზი მთავრდება ერთი ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი კითხვით. როდესაც ჩვენი ცხოვრების სულ უფრო დიდი ნაწილი ციფრულ სამყაროში ინაცვლებს, რას დავტოვებთ მომავალ თაობებს? როგორ იქნება თქვენი პირადი ციფრული მემკვიდრეობა ამ ახალ ეპოქაში? ფიქრობ, ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.